ახლა ვიმყოფებით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც შეიძლება ითქვას, რომ სრულად არის ადგილზე ტერიტორია დაზიანებული და მინდა პირველ რიგში გაჩვენოთ თუ რა ვითარება ადგილზე. თქვენ ახლა ხედავთ კადრში, რომ სრულად არის ერთმანეთთან დაშორებული მტკვრის სანაპიროსთან არსებული მოაჯირის საძირკველი გზის ცენტრალურ ნაწილთან და ეს ნაპრალები იმდენად დიდია. ახლა მაყურებელი კადრშიც ხედავს, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ სანაპიროს ამ ტერიტორიიდან მტკვარიც კი გამოჩნდეს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ნაპრალები არის ძალიან დიდი და დაზიანება არის ადგილზე ძალიან დიდი. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ახლა კადრში, რომ სრულად მოაჯირის საძირკველი არის დაშორებული ამ ასფალტის ტერიტორიას, გზის სავალ ნაწილს და არსებობს იმის რისკი, რომ უახლოეს პერიოდში თუ შესაბამისი რეაგირება ადგილზე არ იქნება გამოჩენილი და გამოყენებული, რომ ეს მოაჯირი ჩაინგრეს. ასევე ხედავთ იმ ნაპრალებს, რომელიც არის გზის ცენტრალურ ნაწილზეც და უნდა აღინიშნოს, რომ თავად სანაპიროს ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ავტომობილების მოძრაობა, აქაც კი არის ძალიან დიდი ნაპრალები და ასფალტი ერთმანეთზე არის სრულად დაშორებული და იმდენად, რომ ახლა მაყურებელიც ხედავს კადრში, რომ ასფალტის ერთი ნაწილი მეორე ნაწილთან არის დაცილებული და არის ერთი ნაწილი სრულად ჩაზნექილი და ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით არის შესაძლებელი და საშიშროება რისკი იმის, რომ ეს ტერიტორიაც ჩაინგრეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ამდენად რთულია ვითარება და არის ძალიან მასშტაბური დაზიანებები ადგილზე, ხედავთ, რომ ავტომობილები ამ დრომდე უწყვეტად მოძრაობენ და აქ ადგილზე არანაირი არც გამაფრთხილებელი ნიშანი, არც ლენტით არ არის ტერიტორია შემოსაზღვრული, არც როგორც ავტომობილებით მოძრაობისას, არც ქვეითად მოძრავი მოქალაქეებისთვის არ არსებობს ნიშანი, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება არის საფრთხის შემცველი. გარდა იმისა, რომ აქ ტერიტორიაზე მოძრაობს მსუბუქი ავტომობილები, ასევე მოძრაობენ მძიმე ტექნიკა და ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის რისკს იმისა, რომ სრულად იქნას ტერიტორია დაზიანებული და გაზარდოს რისკები იმის, რომ ეს სივრცე და მონაკვეთი ჩამოიშალოს თუ არ დაიწყება ადგილზე დროულად სამუშაოები. როგორც ადგილზე ჩვენ გვიყვებიან მაცხოვრებლები, ეს ბზარები რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს მოქალაქეებმა და შესაბამის უწყებებსაც კი მიაწოდეს ამაზე ინფორმაცია. ასევე იმასაც ყვებიან, რომ გუშინდელ დღესთან შედარებით ბზარები არის ბევრად გაზრდილი და მათთვის არის საფრთხის შემცველი ახლა ამ ტერიტორიაზე ცხოვრება და შესაბამისად მოძრაობაც, იმიტომ რომ ყოველდღიურად და ყოველწამიერად იზრდება ადგილზე ბზარები. როგორც გითხარით, შესაბამის უწყებებს ამაზე ინფორმაციაც აქვს და ეს პირადად მოსახლეობამაც მიაწოდა, თუმცა ამ დრომდე ადგილზე არ გამოჩენილა არც მერიის სამსახურის წარმომადგენლები და არ დაუწყიათ სარეაბილიტაციო სამუშაოები. არადა თბილისის მერიაში გვიმტკიცებენ იმას, რომ დღეს მოხდება ამ ტერიტორიის სრულად გადაკეტვა და ადგილზე სამუშაოების დაწყება, თუმცა რამდენიმე საათია ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით და აქ არ გამოჩენილა არც ერთი შესაბამისი უწყების თანამშრომელი და არ დაწყებულა სამუშაოები. ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ ეხა მოქალაქეებსაც უჭერს იმ მხარეს სიარული, იმიტომ რომ არიდებენ თავს, ტაქსიც იქით აჩერებს და არის ის, რომ შეიძლება უკვე გადაინგრეს იმ ეტაპზე არის მისული. გუშინდელზე ძალიან დიდად არის გაზრდილი რა. ეს თუ არ მიექცეს, წაიღებს თლიანად ამ სანაპიროს და გზაც მიყვება და საფრთხე დიდი არის. 5 დღეა მე არ მიმართია, მოსახლეობამ მიმართა. მოახდინეს რეაგირება, იყო შესწავლაზე მოსული თბილისის მერის სამსახური და არ უნდა იყოს გადაკეტილი მაგალითად ახლა ამ წუთში. აი, მაგას უკვე მე ვერ ვაფასებ. მე მგონი უნდა იყოს, იმიტომ რომ საშიშია დარბიან კიდე ძილაზე ვარჯიშობენ მოქალაქეები. დღეს ხა ჩემი მეგობარიც რო ვარჯიშობდა, აღარ გავიდა, იმიტომ რომ არის საშიშროება უცებ ჩაინგრეს. აი, წარმოიდგინეთ, ხვალდილა შეიძლება ჩანგრეული დახვდეს ეს ყველაფერი. რომ მოვედი მანდი რამოდენიმე კაცი და რაღაცებს მოიჭებოდნენ რა, ათბილობდნენ მაგ საკითხს. მერის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა ხომ არ გიგს? მერე მოიმატა ეთქობა რამოდენიმე. რამდენი ხანია რაც ესეა გახსნილი? არის 1-3 დღე ჩვენ შევანჩინეთ ზამეთი არა. ტაქსი მიქეთ გამიჩაირე დღეს და ალბათ მთელი 9 საათი დამჭირდა რომ გამოსულიყავ. დასფონი ინტერნეტში შემოწევა რომ შეფერხებული იყო გზა. არც მოსულა მერის თანამშრომლები, ესე იგი არ დაგინახავთ. ანუ მე ერთი კვირა, უფრო მეორე კვირა რაც აქ დავიწყე მუშაობა და მე რასაც ვქვა და არავინ არ ამოსულა.
დიახ, თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უსმენთ იმ მოქალაქეების და მაცხოვრებლების პოზიციას, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ისინი ამბობენ, რომ ეს ნაპრალები ყოველ დღიურად იზრდება და ამის შესახებ ინფორმაციაც აქვს, როგორც გითხარით შესაბამის უწყებებს, თუმცა ადგილზე არანაირი სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს და როგორც გვიმტკიცებს თბილისის მერია, უახლოეს საათებში უნდა დაიწყოს სამუშაოები, არა და უკვე 3 დღეზე მეტია, რაც ამის შესახებ ინფორმაცია აქვს და აქამდეც შესაძლებელი იყო, რომ აქ დაწყებულიყო სამუშაოები, თუმცა ვხედავთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ადგილზე მოძრაობა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად მოსიარულე ადამიანებიც გადაადგილდებიან და ნებისმიერ დროს იმდენად დიდია და მასშტაბურია დაზიანება, რომ შესაძლოა ადგილზე საფრთხე შეიქმნას, როგორც ქვეითებისთვის, ასევე ავტომობილის მოძრაობის დროს.